წარმოიდგინეთ, რომ ქვეყნის უმსხვილესი ქარხნების საბუთები იკარგება ერთ ღამეში, ხოლო მილიარდები ლარის ღირებულების აქტივები გადადის უცნობ კომპანიებზე, რომელთა მესაკუთრეებსაც არავინ იცნობს. ასე მოხდა საქართველოში ათიანების შუა პერიოდში, როდესაც პრივატიზაციის სამინისტრომ დაიწყო ქვეყნის ყველაზე დიდი ინდუსტრიული მემკვიდრეობის განადგურება. დოკუმენტები ქრება, ხელშეკრულებები იცვის, ხოლო მოწმეები უეცრად კარგავენ მეხსიერებას. ვინ დგას ყველაფერ ამის უკან და რატომ აქვს საქართველოს ყოფილი მთავრობის ყველაზე ძლიერ ფიგურას ამდენი მიზეზი დაფაროს ეს საიდუმლო? რა შეიძლება შეიცავდეს ის ფაილები, რომლებიც განადგურდა სწორედ იმ დღეებში, როდესაც პრივატიზაციის კომისია იწყებდა მუშაობას? რატომ არ უნდა გაგებულიყო მოქალაქეებისთვის, სად წავიდა მათი მშობლიური საწარმოების რეალური ფასი? საქართველოს პრივატიზაციის ისტორია იწყება არა დოკუმენტებით და არა საკანონმდებლო აქტებით, არამედ ერთი ადამიანის ჩუმი გადაწყვეტილებებით, რომელიც არასდროს არ ჩანდა პირველ გვერდებზე, მაგრამ მისი ხელწერა იყო ყველა დოკუმენტში. იქ, სადაც საჯარო აუქციონები უნდა ყოფილიყო, იყვნენ დახურული შეხვედრები, სადაც საიდუმლო სიები უნდა ყოფილიყო, იყვნენ უცნობი ოფშორული კომპანიები, ხოლო სადაც გამჭვირვალობა უნდა ყოფილიყო, იყო სრული უკანონობა. პატარა ოთახში საქართველოს ეკონომიკის მომავალი იწერდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა, რომელთაგან ერთი იყო ყველაზე ძლიერი და ყველაზე უხილავი. თბილისის მთავრობის შენობის მეხუთე სართულზე არსებობდა კაბინეტი, რომელშიც არასდროს შესულან ჟურნალისტები და სადაც არ ჩანდა სახელური ფირფიტა კარზე. სწორედ ამ კაბინეტში განისაზღვრებოდა, რომელი ქარხანა რომელ ფასად გაიყიდებოდა, ვისი თანხები მიიღებდნენ უპირატესობას ტენდერებში და რომელი ინვესტორი უნდა დაეშვა საქართველოს ბაზარზე. აქ გადაწყდა ათასობით მშრომელის ბედი. მილიონების ღირებულების უძრავი ქონების მომავალი და მთელი ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ღირსება. კარის უკან ჯდა კაცი, რომლის სახელიც რამდენიმე წელი მერე გახდება სინონიმი ყველაზე დიდი ეკონომიკური კატასტროფისა, რაც კი გამოიარა საქართველოს მისი დამოუკიდებლობის შემდეგ. ნიკოლოზ ლექიშვილი, ყოფილი პრივატიზაციის მინისტრის მოადგილე, პირველად 25 წლის შემდეგ ლაპარაკობს კამერების წინ და მისი სიტყვები რადიკალურად შეცვლის ყველაფერს, რასაც ფიქრობდით საქართველოს პრივატიზაციაზე. როდესაც ამ კაცს შევხვდით თბილისის დაცულ სახლში, მისი ხელები კვლავ კანკალებდა მოგონებებისგან, რომლებიც ინახავდა 3 ათწლეულის განმავლობაში. მან თქვა, რომ ყველაზე დიდი საშიშროება არ იყო დოკუმენტების კარგვა თუ აქტივების გაქრობა, ყველაზე საშინელი იყო დადუმება, რომელიც დადგა შემდეგ. ვინ აიძულებდა ყველას დადუმებულიყო და რატომ მხოლოდ ახლა ბედავს ის მოგვითხროს? რა ნახა მაშინ იმ კარების უკან? 1993 წლის ოქტომბერში ერთი დოკუმენტი გამოჩნდა მთავრობის შიდა არქივში, რომელიც არასდროს არ უნდა ყოფილიყო საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს იყო ჩამონათვალი 60 უმსხვილეს საწარმოზე, რომლებიც უნდა გასულიყო პრივატიზაციაზე განსაკუთრებულ რეჟიმში, ანუ არა საჯარო აუქციონით, არამედ პირდაპირი მოლაპარაკებებით. სიაში იყო ქუთაისის მეტალურგიული კომბინატი, რუსთავის აზოტის ქარხანა, ბათუმის ნავთობგადამუშავებელი ქარხანა და კიდევ 57 სტრატეგიული ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება შეფასებული იყო 1600 მილიონ დოლარში. მაგრამ ორ თვეში ყველა ეს საწარმო გაიყიდა ამ ფასის მხოლოდ 1/10 ფასად, ხოლო სხვაობა გაქრა უცნობ მიმართულებით. ვინ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას და სად გაიყარა დანარჩენი 1400 მილიონი დოლარი? გამოძიებამ დაადგინა, რომ ყველა ამ გარიგებაზე ხელს აწერდა ერთი და იმავე კაცი, კახა პაცაცია, მთავრობის ეკონომიკური მრჩეველი, რომელსაც არ ჰქონდა არც ოფიციალური პოსტი სამინისტროში, არც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ჩვეულებრივი უფლებამოსილებები. მაგრამ მისი ხელმოწერა იყო ყველა კონტრაქტზე, მისი თანხმობის გარეშე არაფერი გრძელდებოდა და მისი სახელის მოხსენება ანიჭებდა ნებისმიერ ტენდერს განსაკუთრებულ სტატუსს. როდესაც 10-იან წლებში საქართველოს აქტივები ჩამოერთო გარეშე კრედიტორებს და შიდა ოლიგარქებს, სწორედ ის იყო კაცი, რომელმაც უზრუნველყო ყველა გარიგება, სანამ მთავრობა დახარისხდებოდა სკანდალებში. ვინ იყო კახა პაცაცია რეალურად და რატომ მხოლოდ ახლა, 25 წლის შემდეგ, ვიწყებთ იმის გააზრებას, რაც მართლაც მოხდა საქართველოს პრივატიზაციის დროს? საქართველოს სახელმწიფო არქივში ინახება სპეციალური ფონდი ნომერი 232, სადაც დაცული უნდა იყოს პრივატიზაციის ყველა დოკუმენტი 10-იანი წლებიდან. მაგრამ როდესაც 2011 წელს ისტორიკოსებმა და ჟურნალისტებმა სთხოვეს წვდომა ამ ფონდზე, აღმოაჩინეს, რომ ჩანართების მესამედი აკლდა, ხოლო დანარჩენში რჩებოდა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია ფინანსური ღირებულებების გარეშე. მოგეხსენებათ თუ არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხანძარი 2019 წლის დეკემბერში. მაშინ დაიცვა აუდიტის დეპარტამენტი სწორედ მაშინ, როდესაც უნდა დამტკიცებულიყო საბოლოო ანგარიში პრივატიზაციის ფულების მიმოქცევაზე. ეს თუ იყო შემთხვევითობა, თუ ვინმეს შეუნიშნავს ეს იდეალური მომენტი მტკიცებულებების განადგურებისთვის.
არქივის დირექტორი იმ დროს გიორგი ასათიანი დღემდე ცხოვრობს თბილისში და 2021 წლამდე არასდროს არ ელაპარაკებია ამ ისტორიას. როდესაც ჩვენმა გუნდმა შეძლო მასთან საუბარი, მან თქვა ფრაზა, რომელმაც გაგვაშეშა სისხლი, მე ვიცოდი, რომ ხანძარი არ იყო შემთხვევითი, მაგრამ არავინ მსმენდა. მან განუცხადა, რომ ხანძრის წინა ღამით ოფისში შევიდა ადამიანები განსაკუთრებული უფლებამოსილებებით და წაიღეს კონკრეტული ფაილები, რომლებიც ეხებოდა სამი უმსხვილესი პრივატიზაციული გარიგების დეტალებს. ეს იყო სწორედ ის გარიგებები, რომლებშიც პაცაციას სახელი მომავალში გახდებოდა ყველაზე ხშირად ნახსენები. ვინ იყვნენ ისინი და რა ორდერი შეეძლოთ წაეღოთ სახელმწიფო არქივიდან დოკუმენტები რამდენიმე საათით მანამ, სანამ შენობა დაიწვიდა. გიორგი ასათიანმა აღწერა იმ დღის დეტალები მოულოდნელი სიზუსტით და გარკვევით. მან თქვა, რომ რამდენიმე კაცი შევიდა შავ მანქანებში არ წარმოადგინეს თავი, მაგრამ პირდაპირ მივიდნენ კონკრეტულ ჩანართთან და ზუსტად იცოდნენ რა ეძებდათ. მათ წაიღეს 22 საქაღალდე, რომელშიც იყო კონტრაქტები, აუდიტის ანგარიშები და ფინანსური ტრანზაქციების დოკუმენტაცია სამი ყველაზე სადავო პრივატიზაციული ობიექტიდან. როდესაც შემდეგ დღეს შენობა გაჩნდა ალში, პოლიციამ განაცხადა ელექტრული წრედის დაზიანება, მაგრამ ტექნიკურმა ექსპერტიზამ უფრო გვიან აღმოაჩინა, რომ ხანძარი დაიწყო სწორედ იმ ოთახში, სადაც ინახებოდა პრივატიზაციის დოკუმენტები. რატომ მთავრობამ უარყო დამატებითი გამოძიება და რატომ საქმე დაიხურა მხოლოდ 2 კვირის შემდეგ ოფიციალური დასკვნის გარეშე? პარლამენტის დეპუტატმა რამაზ აბაშიძემ, რომელიც მაშინ ხელმძღვანელობდა ანტიკორუფციულ კომისიას, სცადა დოკუმენტების აღდგენა ყველა არსებული კოპიისგან, მაგრამ აღმოაჩინა, რომ კოპიები ასევე გაქრა როგორც ფინანსთა სამინისტროდან, ასევე პრივატიზაციის სააგენტოდან. როგორღა შეიძლებოდა დოკუმენტების სამივე არქივიდან ერთდროულად გაქრობა, თუ ეს არ იყო კოორდინირებული ოპერაცია მაღალი დონის სტანდარტულობით? აბაშიძემ მაშინ გამოსთქვა პირდაპირი ბრალდება მთავრობის მისამართით და მოითხოვა განსაკუთრებული გამოძიება, მაგრამ 2 თვის შემდეგ იგი დააყენეს თანამდებობიდან სხვადასხვა ფორმალური მიზეზით. მან შეინარჩუნა თავისი ჩანაწერები და დღეს, მე-63 წლის ასაკში, გვამბობს, რომ ის დოკუმენტები, რომლებიც განადგურდა, შეიცავდა პირდაპირ მტკიცებულებას დაკავშირებული პირების ქსელის შესახებ, რომლებიც აკონტროლებდნენ მთელი პრივატიზაციის პროცესს. ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ ნებისმიერიც და მათი გამჟღავნების იმდენად სახიფათოდ აღიქმებოდა? საქართველოს პრივატიზაციის ისტორია განსაკუთრებულია იმით, რომ მთელი პროცესი მოხდა 2 ათეულობით თვეში, მაშინ, როდესაც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დასჭირდებოდა 5 და მეტი წელი სტრატეგიული აქტივების განსანაწილებლად. საქართველოში ყველაფერი დაიწყო და დასრულდა 1994-დან 1996 წლამდე, ანუ მხოლოდ 24 თვეში გაყიდული იქნა 2056 საწარმო და ობიექტი. ეს ნიშნავს საშუალოდ მე-43 საწარმოს თვეში, ან დაახლოებით 3 საწარმოს დღეში. როგორ შეიძლებოდა სერიოზულად შეფასებულიყო ასეთი მასშტაბის ქონება ასეთ მოკლე დროში და რატომ მთავრობას ჰქონდა ასეთი სიჩქარე პრივატიზაციის პროცესის დასრულების? პასუხი პოულობს ერთი ინტერვიუში, რომელიც მისცა ივანე მეგრელიშვილმა, ყოფილმა პრივატიზაციის კომიტეტის წევრმა, 2015 წელს. მან განუცხადა უცხოურ ჟურნალისტებს, რომ პრივატიზაციის სისწრაფე არ იყო ეკონომიკური საჭიროება, არამედ პოლიტიკური ინსტრუქცია ზემოდან, მთავრობას სჭირდებოდა შეექმნა ახალი ბიზნეს ელიტა, რომელიც იქნებოდა დამოკიდებული მასზე და უზრუნველყოფდა პოლიტიკურ მხარდაჭერას მომდევნო არჩევნებში. ეს ნიშნავდა, რომ პრივატიზაციას აიდანვე არ იყო ეკონომიკური რეფორმა, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტი ლოიალური ოლიგარქების გამოსაზრდელად. მეგრელიშვილმა დაასახელა ვინც კონკრეტული ფიგურები, რომლებმაც მიიღეს უმსხვილესი საწარმოების სიმბოლურ ფასად და შემდეგ გახდნენ მთავრობის მთავარი ფინანსური მხარდამჭერები. კახა პაცაცია იყო კაცი, რომელმაც შეარჩია ვინ უნდა მოხვდეს ამ განსაკუთრებულ ჯგუფში და ვინ არა. მაგრამ როგორ ვიცით, რომ ზუსტად პაცაცია იყო ის? ვინც აკონტროლებდა მთელი პროცესს და არა მხოლოდ საჯაროდ ცნობილი მინისტრები თუ პრემიერ-მინისტრი? პასუხი მოიძებნება საფინანსო ტრანზაქციების ჩანაწერებში, რომლებიც გადარჩა ხანძრისგან და დღეს ინახება საერთაშორისო აუდიტის კომპანიის არქივში შვეიცარიაში. ამ დოკუმენტებში ნაჩვენებია, რომ ყველა მნიშვნელოვან გარიგებაზე საბოლოო თანხმობა იდებოდა არა სამინისტროს ოფიციალურ ოთახში, არამედ კერძო რეზიდენციაში, რომელიც ეკუთვნოდა პაცაციას ვაკის რაიონში. სწორედ იქ იკრიბებოდნენ რეალური მყიდველები და მთავრობის წარმომადგენლები დახურულ შეხვედრებზე, სადაც განისაზღვრებოდა, ვინ რა ფასად იღებდა რა ობიექტს და როგორ განაწილდებოდა ფული. იქ არ იყო ოფიციალური ოქმები, არ იყო სტენოგრამები და არ იყო საჯარო ანგარიშვალდებულება, მხოლოდ ჩუმი შეთანხმებები, რომლებიც შემდეგ ოფორმდებოდა საჯარო ტენდერების ფარგლში.
რამდენიმე მოწმე, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ შეხვედრებზე, აღწერენ პაცაციას როგორც კაცს, რომელსაც ჰქონდა რეალური ძალაუფლება არა მხოლოდ საწარმოების განაწილებაზე, არამედ იმაზეც, ვის დაენიშნებოდა შემდგომი პოზიციები მთავრობაში. თუ ვიღაც არ ემორჩილებოდა მის გადაწყვეტილებებს ან ცდილობდა დამოუკიდებლად მოეპოვებინა რომელიმე აქტივი, ის სწრაფად კარგავდა თავის თანამდებობას ან აწყდებოდა სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებს. ერთ-ერთმა ყოფილმა ვიცე-მინისტრმა, რომლის სახელს არ გამოვიყენებთ მისი უსაფრთხოების მიზნით, თქვა, რომ პაცაცია იყო უფრო ძლიერი ვიდრე თვით პრემიერ-მინისტრი, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია ყველაზე და ამით შეეძლო ნებისმიერის დაბლოკვა ნებისმიერ მომენტში. რატომ არავინ ბედავდა მის წინააღმდეგ გამოსვლას იმ წლებში და რატომ მხოლოდ ახლა იწყებენ ადამიანები ლაპარაკს, როდესაც გასული 25 წელია? თუ გავიხსენებთ 10-იანი წლების საქართველოს პოლიტიკურ ატმოსფეროს, მაშინ გასაგები ხდება, რატომ დადუმება იყო ერთადერთი უსაფრთხო ვარიანტი ყველასთვის. ვინც მოხვდა ამ სისტემის შიგნით? ქვეყანა ჯერ კიდევ იყო სამოქალაქო ომის შედეგებისგან ამოსასუნთქი მდგომარეობაში, პოლიტიკური სტაბილურობა იყო ფუჭი და ძალოვან სტრუქტურებს ჰქონდათ დავიწყებული ძალაუფლება რეალურ ცხოვრებაზე. ასეთ პირობებში კითხვების დასმა პრივატიზაციის გარშემო ნიშნავდა არა მხოლოდ კარიერის დასრულებას, არამედ პირად რისკსაც. რამდენიმე ჟურნალისტი, რომლებიც ცდილობდნენ გამოეძიებინათ პრივატიზაციის რეალური სქემები, აწყდნენ პრობლემებს, ვინმეს დაიხურა გაზეთი, ვინმეს დაუწყეს სისხლის სამართლებრივი დევნა ფინანსური დარღვევების გამო და ვინმეს უბრალოდ შესთავაზეს ფული, რომ დაედუმებინა. პაცაციას გარშემო შეიქმნა რგოლი დაცვისა და შიშისა, რომელიც არავის უშვებდა ახლოს მის რეალურ საქმიანობასთან. ერთადერთი სერიოზული მცდელობა პაცაციას როლის საჯაროდ გამოკვლევისა მოხდა 1995 წლის გაზაფხულზე. როდესაც პარლამენტის დროებითმა კომისიამ დაიწყო მოსმენები პრივატიზაციის ფინანსური ნაკადების შესახებ. კომისიას ხელმძღვანელობდა ოპოზიციური დეპუტატი თენგიზ ქიტოვანი, რომელმაც ჰქონდა ამბიცია დაემტკიცებინა კორუფციის მასშტაბური სქემების არსებობა. კომისიამ მოითხოვა ყველა დოკუმენტი პრივატიზაციის სააგენტოდან და მოიწვია ყველა მონაწილე მოწმობის მისაცემად, მათ შორის თავად პაცაციაც. მაგრამ სწორედ კომისიის მუშაობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა ის ხანძარი, რომელმაც გაანადგურა უმეტესი დოკუმენტაცია და კომისიას წაართვა რეალური საფუძველი გამოძიებისთვის. ქიტოვანმა მაშინ გაამხილა, რომ ხანძარი არ იყო შემთხვევითი, მაგრამ მას არ ჰქონდა მტკიცებულებები და კომისია დაიშალა 2 თვის შემდეგ ყოველგვარი შედეგის გარეშე. დღეს 25 წლის შემდეგ თენგიზ ქიტოვანი ცხოვრობს გერმანიაში და იშვიათად უბრუნდება საქართველოს, მაგრამ როდესაც მასთან ვისაუბრეთ ვიდეო ზარით, მან გითხრა, რომ ის დაჟინებით მიიჩნევს, რომ პრივატიზაცია იყო ყველაზე დიდი ქურდობა, რაც მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და რომ პაცაცია იყო ამ ოპერაციის მთავარი არქიტექტორი. მან თქვა, რომ უკან დარჩენილი დოკუმენტები, რომლებიც კომისიამ მაინც შეძლო მოეპოვებინა, აჩვენებდა, რომ რეალური ფასები იყო 10-ჯერ და ზოგჯერ 20-ჯერ უფრო მაღალი იმ ფასებზე, რითაც საბოლოოდ გაიყიდა საწარმოები. მაგალითად, ქუთაისის მეტალურგიული კომბინატი, რომელიც შეფასებული იყო 54 მილიონ დოლარად, გაიყიდა სულ 4 მილიონად და რუსთავის აზოტის ქარხანა, ღირებული 70 მილიონი, გადავიდა ახალ მესაკუთრეზე 12 მილიონით. სად გაქრა სხვაობა და როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი დისკრეპანცია ხელმძღვანელობის თანხმობის გარეშე? ქიტოვანმა ასევე გაამხილა, რომ არსებობდა სპეციალური ოფშორული კომპანიები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ კვიპროსში და პანამაში და რომლებიც გამოჩნდნენ როგორც ოფიციალური მყიდველები ყველაზე მსხვილ გარიგებებში. ამ კომპანიების რეალური მესაკუთრეები არასდროს გამჟღავნებულა, მაგრამ ფინანსური ნაკადების ანალიზი აჩვენებდა, რომ ფული, რომელიც გადაიხდა საწარმოებისთვის, არ მოდიოდა უშუალოდ ამ კომპანიებიდან, არამედ სხვა, უფრო რთული სტრუქტურებიდან, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურ ელიტასთან. როდესაც კომისიამ სცადა ამ კავშირების გამოკვლევა, მათ უთხრეს, რომ საერთაშორისო საბანკო საიდუმლოება არ აძლევდა მათ უფლებას მიეღოთ ინფორმაცია ოფშორული კომპანიების შესახებ. მაგრამ რატომ საქართველოს მთავრობა არ მოითხოვდა ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, თუ მართლაც უნდოდა გამჭვირვალე პრივატიზაცია? პასუხი ამ კითხვაზე მოდის ერთი დოკუმენტიდან, რომელიც გამოქვეყნდა 2021 წელს პანამა პეიპერსის სკანდალის დროს. იქ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ოფშორული კომპანია, რომელმაც იყიდა 3 უმსხვილესი საწარმო საქართველოში 10-იან წლებში, რეალურად ეკუთვნოდა ტრასტს, რომლის ბენეფიციარები იყვნენ 4 ადამიანი, 3 მათგანი იყვნენ ცნობილი ბიზნესმენები, რომლებიც მოგვიანებით გახდნენ საქართველოს უმდიდრესი ადამიანები, ხოლო მეოთხე იყო ადამიანი, რომლის სახელი დაშიფრული იყო ინიციალებით KP. ფინანსური ჟურნალისტების გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს ინიციალები შეესაბამებოდა კახა პაცაციას და რომ მისი წილი ამ ტრასტში იყო 25%.
ეს ნიშნავდა, რომ პაცაცია არ იყო მხოლოდ პრივატიზაციის ორგანიზატორი, არამედ თავად იყო ერთ-ერთი ბენეფიციარი იმ გარიგებებისა, რომლებსაც ის აკონტროლებდა. როგორ შეიძლებოდა ასეთი ინტერესთა კონფლიქტი და რატომ არავინ არ ამჩნევდა ამას იმ დროს? საქართველოს საზოგადოებრივი აზრი 10-იან წლებში იყო კონცენტრირებული სხვა პრობლემებზე, ქვეყანა ჯერ კიდევ იბრძოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგებთან, ეკონომიკა იყო კოლაფსის ზღვარზე. ხალხი ცხოვრობდა ელექტროენერგიის გარეშე და ფიქრობდა, როგორ გადაერჩინა ოჯახი, არა იმაზე თუ ვინ ყიდულობდა ქარხნებს. ამ ქაოსში პრივატიზაცია გამოიყურებოდა როგორც ტექნიკური საკითხი, რომელიც ეხებოდა მხოლოდ ეკონომისტებს და ბიუროკრატებს. მაგრამ რეალურად სწორედ ამ პერიოდში განისაზღვრა საქართველოს ეკონომიკური მომავალი მომდევნო 30 წლისთვის, ვინც მიიღო საწარმოები მაშინ გახდა ოლიგარქი დღეს და ვინც დარჩა გარეთ, დარჩა სიღარიბეში. პაცაციამ იცოდა ეს და გამოიყენა ეს ისტორიული მომენტი, რომ შექმნა სისტემა, რომელშიც ის თავად იყო მთავარი მოგების მიმღები. მაგრამ როგორ მუშაობდა ეს სისტემა კონკრეტულად და როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, ვინ მიიღებდა რა საწარმოს? ერთ-ერთი ყოფილი პრივატიზაციის კომიტეტის წევრი, რომელიც დღეს ცხოვრობს ისრაელში და ითხოვს ანონიმურობას, აღწერს პროცესს შემდეგნაირად: ყოველი უმსხვილესი საწარმოსთვის იყო წინასწარ შერჩეული 3-4 კანდიდატი, რომლებიც ყველა იყვნენ დაკავშირებული პაცაციასთან ან პირდაპირ, ან მისი მეგობრების მეშვეობით. ეს კანდიდატები იღებდნენ სპეციალურ ინფორმაციას საწარმოს რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც არ იყო ხელმისაწვდომი სხვა პოტენციური მყიდველებისთვის. მათ ასევე ეძლეოდათ დრო, რომ მოემზადებინათ ფინანსირება და შეექმნათ იურიდიული სტრუქტურები, რომლებიც გამოიყენებოდა შესყიდვისთვის. როდესაც მოდიოდა ოფიციალური ტენდერი, ეს კანდიდატები უკვე იყვნენ მზად და სხვა მონაწილეები ვერ ასწრებდნენ მათ. ამ სისტემის ყველაზე საინტერესო ელემენტი იყო ის, რომ ოფიციალურად ყველაფერი გამოიყურებოდა კანონიერად, იყო ტენდერები, იყო კონკურსი, იყო კომისიები, რომლებიც აფასებდნენ წინადადებებს. მაგრამ რეალურად გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო კერძო შეხვედრებზე რამდენიმე კვირით ადრე და ოფიციალური პროცედურები იყო მხოლოდ ფორმალობა. ერთ-ერთ შემთხვევაში, როდესაც უცხოური კომპანია სცადა მონაწილეობა ტენდერში და შესთავაზა ფასი, რომელიც იყო ორჯერ უფრო მაღალი ვიდრე ადგილობრივი კანდიდატის წინადადება, მათ უთხრეს, რომ მათი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა ფორმალურ მოთხოვნებს და მათი განაცხადი არ იქნა განხილული. როდესაც ამ კომპანიამ სცადა სასამართლოში გასაჩივრება, საქმე გაიწელა 2 წლის განმავლობაში და საბოლოოდ დაიხურა ტექნიკური საფუძვლით. ვინ აძლევდა ინსტრუქციებს სასამართლოს და როგორ შეიძლებოდა ასეთი აშკარა დარღვევები იურიდიული სისტემის მხრიდან? პასუხი კვლავ მიგვიყვანს პაცაციასთან და მის კავშირებთან იუსტიციის სისტემაში. რამდენიმე ყოფილი მოსამართლე, რომლებიც მუშაობდნენ 10-იან წლებში, ადასტურებენ, რომ პრივატიზაციასთან დაკავშირებული საქმეები იყო განსაკუთრებულად მგრძნობიარე და მათზე გადაწყვეტილებები ხშირად მიიღებოდა არასამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, არამედ ზემოდან მოსული რეკომენდაციების მიხედვით. ერთ-ერთმა მოსამართლემ, რომელიც ახლა პენსიაზეა და ცხოვრობს თბილისში, გითხრა, რომ მას პირდაპირ უთხრეს, რომ კონკრეტული საქმე უნდა გადაწყვეტილიყო კონკრეტული გზით, რადგან ეს იყო სახელმწიფო ინტერესი. როდესაც მან სცადა წინააღმდეგობა, მას ჩამოართვეს საქმე და გადასცეს სხვა მოსამართლეს, რომელმაც მიიღო საჭირო გადაწყვეტილება. ეს იყო სისტემა, სადაც იურიდიული დამოუკიდებლობა იყო ილუზია და სადაც რეალური ძალაუფლება ეკუთვნოდა იმ ადამიანებს, რომლებიც აკონტროლებდნენ პრივატიზაციის პროცესს. საქართველოს პრივატიზაციის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ეპიზოდი დაკავშირებულია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან, რომელიც იყო ქვეყნის უმსხვილესი ინდუსტრიული ობიექტი და დასაქმებული ჰყავდა 15,000 ადამიანი. ქარხანა შეფასებული იყო $130 მილიონ, მაგრამ 1995 წლის ნოემბერში ის გაიყიდა სულ 15 მილიონად ოფშორულ კომპანიაზე, რომელიც რეგისტრირებული იყო ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე. ოფიციალური ახსნა იყო, რომ ქარხანა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში და საჭიროებდა დიდ ინვესტიციებს. ამიტომ არავინ არ სთავაზობდა უფრო მაღალ ფასს. მაგრამ ექსპერტების შეფასებით, ქარხნის მხოლოდ მიწის ღირებულება იყო $45 მილიონი, ხოლო დანადგარები და ინფრასტრუქტურა ღირდა კიდევ $70 მილიონს. როგორ შეიძლებოდა ასეთი დიდი დისკრეპანცია და ვინ იყო რეალური ბენეფიციარი ამ გარიგებისა? გამოძიებამ, რომელიც ჩატარდა 2015 წელს, აღმოაჩინა, რომ ოფშორული კომპანია, რომელმაც იყიდა რუსთავის ქარხანა, იყო დაკავშირებული რუსულ ბიზნეს ჯგუფთან, რომელსაც ჰქონდა ინტერესები მეტალურგიის სექტორში. მაგრამ უფრო საინტერესო იყო ის, რომ გარიგების ორგანიზებაში მონაწილეობდა საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეკუთვნოდა პაცაციას ახლო მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს. ეს კომპანია მიიღო საკონსულტაციო ჰონორარი $2 მილიონი ოდენობით.
რაც იყო 14% მთელი გარიგების ღირებულებისა. რატომ საჭირო იყო საკონსულტაციო კომპანია ასეთ მარტივ გარიგებაში და რატომ ეს კომპანია მიიღო ასეთ დიდ თანხას მომსახურებისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ღირს ბევრად ნაკლები? პასუხი ამ კითხვაზე მოდის ერთი ყოფილი თანამშრომლისგან ამ საკონსულტაციო კომპანიისა, რომელიც დღეს ცხოვრობს კანადაში და პირველად ლაპარაკობს ამ თემაზე. მან გითხრა, რომ საკონსულტაციო ჰონორარი რეალურად იყო გზა, რომ გადაეცათ ფული იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც უზრუნველყოს გარიგების წარმატება. კომპანია არ ასრულებდა რეალურ საკონსულტაციო მომსახურებას, ის მხოლოდ იყო შუამავალი, რომელიც იღებდა ფულს და შემდეგ ანაწილებდა მას სხვადასხვა ადამიანებზე, რომელთა სახელები არასდროს გამჟღავნდებოდა. ეს იყო კლასიკური სქემა, რომელიც გამოიყენებოდა ყველა მსხვილ გარიგებაში. ოფიციალურად ყველაფერი გამოიყურებოდა კანონიერად, მაგრამ რეალურად ფული მიდიოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც აკონტროლებდნენ პროცესს. პაცაცია იყო ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი ამ სქემისა და მისი როლი იყო უზრუნველყოს, რომ ყველაფერი წარიმართოს გლუვად და არავინ დაუსვამდა ზედმეტ კითხვებს. რუსთავის ქარხნის გარიგების შემდეგ დაიწყო მასობრივი გაფიცვები და პროტესტები, რადგან მუშები ხედავდნენ, რომ მათი საწარმო გაიყიდა სასაცილო ფასად და ახალი მესაკუთრეები არ აპირებდნენ წარმოების გაგრძელებას, არამედ აინტერესებდათ მხოლოდ მიწა და დანადგარების მეტალი. ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში და მოითხოვდა გარიგების გაუქმებას და ახალი ტენდერის ჩატარებას. მაგრამ მთავრობამ გამოიყენა პოლიცია პროტესტის დასაშლელად და რამდენიმე ლიდერი დააკავეს ხულიგნობის ბრალდებით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრივატიზაცია იყო კანონიერი და გამჭვირვალე და რომ პროტესტები იყო ორგანიზებული პოლიტიკური ოპოზიციის მიერ, რომელიც ცდილობდა დესტაბილიზაციას. მაგრამ რატომ მთავრობა არ დათანხმდა დამოუკიდებელ აუდიტზე, რომელიც დაადასტურებდა გარიგების სამართლიანობას და რატომ ისინი ასე აგრესიულად რეაგირებდნენ ნებისმიერ კრიტიკაზე? პასუხი ამ კითხვაზე მდგომარეობს იმაში, რომ დამოუკიდებელი აუდიტი გამოავლენდა იმას, რასაც მთავრობა ცდილობდა დაეფარა, რომ პრივატიზაცია არ იყო ეკონომიკური რეფორმა, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტი ახალი ელიტის შესაქმნელად და პირადი გამდიდრებისთვის. თუ ეს ინფორმაცია გახდებოდა საჯარო, მთავრობა დაკარგავდა ლეგიტიმაციას და შესაძლოა დაეცა. ამიტომ ისინი არჩევდნენ რეპრესიებს და დადუმებას ვიდრე გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. პაცაცია იყო კაცი, რომელიც უზრუნველყოფდა ამ სისტემის ფუნქციონირებას და რომელიც იცავდა მას ნებისმიერი საფრთხისგან. მისი ძალაუფლება იყო დაფუძნებული არაოფიციალურ პოზიციაზე, არამედ იმ ინფორმაციაზე, რაც მას ჰქონდა ყველაზე და იმ კავშირებზე, რომლებიც მას ჰქონდა ყველა მნიშვნელოვან ინსტიტუტში. 1996 წლის გაზაფხულზე, როდესაც პრივატიზაციის პროცესი უკვე მიდიოდა დასასრულს, მოხდა ერთი ინციდენტი, რომელმაც თითქმის გამოავლინა მთელი სისტემის რეალური არსი. ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა, რომელიც მუშაობდა ბრიტანულ გაზეთში, მოახერხა ხელი მოეწერა დოკუმენტებზე, რომლებიც აჩვენებდა კავშირს პრივატიზაციის ოფიციალურ სტრუქტურებსა და ოფშორულ კომპანიებს შორის. მან დაწერა სტატია, სადაც პირდაპირ დაასახელა პაცაციას როგორც ერთ-ერთ ბენეფიციარს და მოითხოვა საერთაშორისო გამოძიება. სტატია გამოქვეყნდა და გამოიწვია დიდი რეზონანსი დასავლეთში, მაგრამ საქართველოში მთავრობამ უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. 2 კვირის შემდეგ ჟურნალისტს ჩამოართვეს აკრედიტაცია და აიძულეს დაეტოვებინა ქვეყანა. მისი სტატია წაიშალა გაზეთის ვებსაიტიდან და არავინ აღარ ლაპარაკობდა ამ თემაზე. რა მოხდა რეალურად და რატომ დასავლური მედია დათანხმდა დადუმებულიყო ასეთ სერიოზულ ბრალდებებზე? პასუხი ამ კითხვაზე დაკავშირებულია გეოპოლიტიკურ კონტექსტთან, რომელშიც საქართველო იმყოფებოდა 10-იან წლებში. ქვეყანა იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, როგორც ბუფერი რუსეთთან და როგორც პოტენციური ენერგეტიკული დერეფანი. დასავლეთის მთავრობები არ იყვნენ დაინტერესებულნი საქართველოს დესტაბილიზაციით და ამიტომ არჩევდნენ დახუჭულ თვალებს კორუფციაზე, თუ ეს უზრუნველყოფდა პოლიტიკურ სტაბილურობას. ამ კონტექსტში პაცაციას როლი იყო არა მხოლოდ შიდა საქმე, არამედ ნაწილი უფრო დიდი გეოპოლიტიკური თამაშისა. მისი კავშირები ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონულ და საერთაშორისო დონეზეც და ეს აძლევდა მას დამატებით დაცვას ნებისმიერი გამოძიებისგან. ვინ იყვნენ მისი საერთაშორისო პარტნიორები და როგორ ისინი ეხმარებოდნენ მას ინახავდა თავის ძალაუფლებას. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დოკუმენტი, რომელიც გამოჩნდა ვიკილიქსის პუბლიკაციებში 2011 წელს, იყო ამერიკული საელჩოს ტელეგრამა, რომელიც გაგზავნილი იყო ვაშინგტონში 1996 წლის მარტში.
ტელეგრამაში ელჩი აღწერდა შეხვედრას პაცაციასთან და აღნიშნავდა, რომ ეს ადამიანი იყო რეალური ძალაუფლების მქონე საქართველოს ეკონომიკურ პოლიტიკაში და რომ მასთან კარგი ურთიერთობა იყო აუცილებელი ამერიკული ინტერესების უზრუნველსაყოფად. ელჩი ასევე აღნიშნავდა, რომ პაცაციას ჰქონდა კავშირები რუსულ ბიზნეს წრეებთან, მაგრამ ამავდროულად იყო ორიენტირებული დასავლეთზე და შეეძლო იყოს სასარგებლო პარტნიორი. ეს ტელეგრამა აჩვენებს, რომ დასავლეთის დიპლომატები კარგად იცნობდნენ პაცაციას როლს და არჩევდნენ მასთან თანამშრომლობას ვიდრე მის გამოძიებას. რატომ ამერიკული საელჩო მხარს უჭერდა ადამიანს, რომელიც იყო ჩართული კორუფციულ სქემებში და რა იყო რეალური ინტერესები ამ თანამშრომლობის უკან? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ გეოპოლიტიკა ხშირად აღემატება ეთიკურ მოსაზრებებს და რომ დასავლეთის მთავრობები ამჯობინებენ სტაბილურ, თუნდაც კორუმპირებულ პარტნიორებს ვიდრე ქაოსს და გაურკვევლობას. პაცაცია იყო კაცი, რომელიც შეეძლო უზრუნველყოს სტაბილურობა და რომელიც იყო მზად თანამშრომლობისთვის დასავლეთთან ენერგეტიკულ და სტრატეგიულ საკითხებში. ამის სანაცვლოდ ის იღებდა დაცვას და მხარდაჭერას, რაც აძლევდა მას შესაძლებლობას გაეგრძელებინა თავისი საქმიანობაში და ბაზარზე. ეს იყო ტიპიური მაგალითი იმისა, როგორ მუშაობს რეალური პოლიტიკა, არა იდეალების და პრინციპების საფუძველზე, არამედ ინტერესების და კომპრომისების საფუძველზე. მაგრამ რა იყო ფასი ამ კომპრომისისა საქართველოს ხალხისთვის და რამდენი დაიკარგა ქვეყანამ იმის გამო, რომ დასავლეთმა არჩია დახუჭული თვალები კორუფციაზე. საქართველოს პრივატიზაციის შედეგები გახდა აშკარა მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც გახდა ნათელი, რომ უმეტესობა საწარმოებისა, რომლებიც გაიყიდა, არ განაგრძობდა წარმოებას, არამედ დაიხურა და გაიყიდა ნაწილებად. ათასობით მუშა დარჩა სამუშაოს გარეშე, მთელი ქალაქები, რომლებიც იყვნენ დამოკიდებულნი ერთ დიდ საწარმოზე, გაღარიბდნენ და ქვეყნის ინდუსტრიული პოტენციალი განადგურდა. ის, რაც უნდა ყოფილიყო ეკონომიკური რეფორმა, გადაიქცა ეკონომიკურ კატასტროფად, რომლის შედეგები გრძნობს საქართველოს დღემდე. ვინ არის პასუხისმგებელი ამ კატასტროფაზე და რატომ არავინ არ დაისაჯა იმ დანაშაულებისთვის, რაც ჩადენილი იქნა პრივატიზაციის სახელით 1997 წლის ზაფხულში. როდესაც უკვე ნათელი იყო პრივატიზაციის კატასტროფული შედეგები, საქართველოს პარლამენტმა შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელმაც უნდა გაარკვია, სად გაიხარჯა პრივატიზაციიდან მიღებული თანხები. ოფიციალური ციფრები აჩვენებდა, რომ სახელმწიფო მიიღო $452 მილიონი ყველა გაყიდული საწარმოდან, მაგრამ სახელმწიფო ბიუჯეტში აისახა მხოლოდ $138 მილიონი. სად გაქრა დანარჩენი $314 მილიონი? კომისიამ მოითხოვა ყველა ფინანსური დოკუმენტი პრივატიზაციის სააგენტოდან, ეროვნული ბანკიდან და ფინანსთა სამინისტროდან. მაგრამ რაც მიიღეს იყო არასრული ინფორმაცია, წაშლილი ჩანაწერები და დოკუმენტები, სადაც ციფრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს. როდესაც კომისიის თავმჯდომარემ მოითხოვა პირდაპირი ახსნა პაცაციასგან. მას უთხრეს, რომ პაცაცია იმყოფებოდა საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობაზე და არ შეეძლო დაბრუნება რამდენიმე თვის განმავლობაში. რატომ სწორედ ამ მომენტში პაცაციას დასჭირდა გრძელვადიანი მკურნალობა და რატომ მთავრობა არ აიძულებდა მას დაბრუნებულიყო ასეთ კრიტიკულ მომენტში? კომისიის წევრმა ლევან ბერიძემ, რომელიც დღეს ცხოვრობს ავსტრიაში და მუშაობს საერთაშორისო აუდიტის კომპანიაში, პირველად ლაპარაკობს იმაზე, რაც რეალურად მოხდა იმ გამოძიების დროს. მან გითხრა, რომ კომისიამ აღმოაჩინა არსებობა პარალელური ფინანსური სისტემისა, რომელიც მუშაობდა პრივატიზაციის ოფიციალური სტრუქტურების გვერდით. ეს სისტემა მოიცავდა რამდენიმე კერძო ბანკს, რომლებიც იყვნენ რეგისტრირებული ოფშორულ იურისდიქციებში, მაგრამ ჰქონდათ ოფისები თბილისში. სწორედ ამ ბანკებში გადიოდა რეალური ფული პრივატიზაციიდან და სწორედ აქედან ის ნაწილდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც იყვნენ ჩართულნი სქემაში. ბერიძემ თქვა, რომ როდესაც კომისიამ სცადა ამ ბანკების ფინანსური ოპერაციების გამოკვლევა, მათ უთხრეს, რომ ეს ბანკები არ ექვემდებარებოდნენ საქართველოს იურისდიქციას და რომ მათი დოკუმენტაცია იყო დაცული საბანკო საიდუმლოებით. როგორ შეიძლებოდა ბანკებმა, რომლებიც მუშაობდნენ საქართველოში და ემსახურებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს, არ ექვემდებარებოდნენ ადგილობრივ კანონმდებლობას? პასუხი იყო მარტივი, ეს ბანკები იყვნენ შექმნილი სპეციალურად ამ მიზნისთვის და მათი იურიდიული სტრუქტურა იყო ისე აგებული, რომ თავიდან აეცილებინათ ნებისმიერი კონტროლი. ისინი იყვნენ რეგისტრირებული როგორც უცხოური იურიდიული პირები, მაგრამ მათი რეალური საქმიანობა ხდებოდა საქართველოში. ეს იყო კლასიკური სქემა, რომელიც გამოიყენებოდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, შექმნის სტრუქტურა, რომელიც ფორმალურად არის გარეთ, მაგრამ რეალურად მუშაობს შიგნით და ამით თავიდან აიცილო ნებისმიერი ანგარიშვალდებულება. პაცაცია იყო ერთ-ერთი ინიციატორი ამ სისტემის შექმნისა და მისი როლი იყო უზრუნველყოს, რომ ყველაფერი მუშაობდა გლუვად და არავინ შეეძლო შეღწევა რეალურ ფინანსურ ნაკადებში.
ბერიძემ თქვა, რომ როდესაც კომისიამ სცადა ამ ინფორმაციის საჯაროდ გახმოვანება, მათ დაემუქრნენ სასამართლო დევნით დიფამაციის გამო და კომისიის თავმჯდომარეს აიძულეს გადადგომა. რატომ მთავრობა ასე აგრესიულად იცავდა ამ სისტემას და ვინ იყო რეალური ბენეფიციარები, რომლებსაც ჰქონდათ ასეთი ძალაუფლება? ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი აღმოჩენა, რომელიც გააკეთა კომისიამ, იყო არსებობა სპეციალური ფონდისა, რომელიც იწოდებოდა სტაბილიზაციის ფონდი და რომელიც თითქოს შექმნილი იყო პრივატიზაციიდან მიღებული თანხების ნაწილის დაზოგვისთვის მომავალი კრიზისების შემთხვევაში. ოფიციალურად ამ ფონდში უნდა ყოფილიყო 140 მილიონი დოლარი. მაგრამ როდესაც კომისიამ მოითხოვა ამ ფონდის აუდიტი, აღმოჩნდა, რომ ფონდში რეალურად იყო მხოლოდ 12 მილიონი. დანარჩენი 128 მილიონი გაიხარჯა სხვადასხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ იყო დეტალურად დოკუმენტირებული. ფონდის დირექტორმა განაცხადა, რომ ფული გაიხარჯა სახელმწიფო საჭიროებებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით, მაგრამ არ შეეძლო წარმოედგინა კონკრეტული დოკუმენტები იმის შესახებ, სად და როგორ გაიხარჯა ეს თანხები. როდესაც კომისიამ მოითხოვა ამ გადაწყვეტილებების ავტორების დასახელება, მათ უთხრეს, რომ ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილებები და არავინ არ შეეძლო დაესახელებინა კონკრეტული პასუხისმგებელი პირები. როგორ შეიძლებოდა 128 მილიონი დოლარის გაქრობა ყოველგვარი დოკუმენტაციის და პასუხისმგებლობის გარეშე? ლევან ბერიძემ გითხრა, რომ კომისიამ მოახერხა ხელი მოეწერა ერთ დოკუმენტზე, რომელიც აჩვენებდა, რომ სტაბილიზაციის ფონდიდან დიდი თანხები გადავიდა კერძო კომპანიებზე, რომლებიც ოფიციალურად ასრულებდნენ საკონსულტაციო მომსახურებებს სახელმწიფოსთვის. ამ კომპანიების სიაში იყო რამდენიმე ფირმა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ პაცაციასთან და მის ახლო გარემოცვასთან. ერთ-ერთმა კომპანიამ მიიღო 32 მილიონი დოლარი საკონსულტაციო მომსახურებისთვის, რომელიც თითქოს ეხებოდა პრივატიზაციის სტრატეგიის შემუშავებას. მაგრამ როდესაც კომისიამ მოითხოვა ამ მომსახურების კონკრეტული შედეგები და ანგარიშები, აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა არანაირი წერილობითი დოკუმენტაცია იმის შესახებ, რა სამუშაო რეალურად შესრულდა. ეს იყო უბრალოდ გზა ფულის გადასატანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო ჯიბეებში და პაცაცია იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ამ სქემისა. რატომ არავინ არ დაისაჯა ამ აშკარა თაღლითობისთვის და როგორ შეძლო პაცაციამ თავის დაღწევა ნებისმიერი სამართლებრივი შედეგისგან? პასუხი ამ კითხვაზე მდგომარეობს იმაში, რომ პაცაციას ჰქონდა დაცვა არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. მისი კავშირები ვრცელდებოდა რუსულ, ევროპულ და ამერიკულ ბიზნეს წრეებში და ეს აძლევდა მას შესაძლებლობას გამოეყენებინა საერთაშორისო იურიდიული ინსტრუმენტები თავისი დასაცავად. როდესაც საქართველოს პროკურატურამ სცადა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მან დაიქირავა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საერთაშორისო იურიდიული ფირმა, რომელმაც დაბლოკა ყველა მცდელობა მისი დევნისა. ფირმამ განაცხადა, რომ პაცაცია იყო უცხოური მოქალაქე, მას ჰქონდა კვიპროსის პასპორტი, რომელიც მიიღო 1995 წელს და რომ საქართველოს არ ჰქონდა იურისდიქცია მის მიმართ. ეს იყო კიდევ ერთი ელემენტი მისი დაცვის სისტემისა, წინასწარმომზადებული გასასვლელი გზები, რომლებიც საშუალებას აძლევდა მას თავიდან აეცილებინა ნებისმიერი პასუხისმგებლობა. 1988 წელს, როდესაც საქართველოში მოხდა ეკონომიკური კრიზისი და ქვეყანა აღმოჩნდა ვალების ტვირთის ქვეშ, გახდა ნათელი, რომ პრივატიზაციიდან მიღებული თანხები, რომლებიც უნდა გამოყენებულიყო ეკონომიკის განვითარებისთვის, რეალურად გაქრა უცნობ მიმართულებით. ქვეყანა იძულებული გახდა მიემართა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისთვის დახმარებისთვის და მიიღოს ესხები, რომლებიც დღემდე უხდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა მოითხოვეს სრული აუდიტი პრივატიზაციის პროცესისა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ წარუდგინა მათ არასრული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ბევრი დოკუმენტი დაიკარგა ხანძრებისა და ტექნიკური პრობლემების გამო. საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღეს ეს ახსნა და არ დააჟინეს სრულ გამოძიებაზე, რადგან მათი პრიორიტეტი იყო პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება, არა ისტორიული სამართლიანობის აღდგენა. რატომ საერთაშორისო ორგანიზაციები არჩევდნენ დახუჭულ თვალებს ასეთ მასშტაბურ კორუფციაზე და რა იყო რეალური ფასი ამ კომპრომისისა საქართველოს მომავლისთვის? დღეს, 25 წლის შემდეგ, საქართველო კვლავ განიცდის პრივატიზაციის შედეგებს, ქვეყანას არ აქვს განვითარებული ინდუსტრია, უმუშევრობის დონე რჩება მაღალი და ეკონომიკა დამოკიდებულია უცხოურ ინვესტიციებზე და გარე დახმარებაზე. ის საწარმოები, რომლებიც შეეძლოთ ყოფილიყვნენ ეკონომიკური განვითარების საფუძველი, განადგურდნენ ან გაიყიდნენ უცხოურ კომპანიებზე, რომლებიც არ აინტერესებთ ადგილობრივი განვითარება. 10-იანი წლების პრივატიზაცია არ იყო ეკონომიკური რეფორმა, ეს იყო ქვეყნის აქტივების ორგანიზებული ძარცვა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოთამაშეები.
კახა პაცაცია იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი ამ სისტემისა და მისი როლი იყო უზრუნველყოს, რომ ყველაფერ გამოიყურებოდეს ლეგალურად, მაშინ როდესაც რეალურად ხდებოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური დანაშაული პოსტსაბჭოთა ისტორიაში. მაგრამ სად არის პაცაცია დღეს და რა ხდება იმ ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ამ სისტემაში? ზოგიერთი მათგანი კვლავ ცხოვრობს საქართველოში და უკავია მაღალი პოზიციები ბიზნესში თუ პოლიტიკაში, ზოგი გადავიდა საზღვარგარეთ და ცხოვრობს ფუფუნებაში ევროპის თუ ამერიკის დედაქალაქებში. პაცაციას შესახებ ინფორმაცია არის ფრაგმენტული, ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ ის ცხოვრობს შვეიცარიაში, სხვები ამბობენ, რომ ის გადავიდა ისრაელში, ხოლო ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ის კვლავ ინარჩუნებს კავშირებს საქართველოსთან და აგრძელებს ბიზნეს საქმიანობას ოფშორული კომპანიების მეშვეობით. რაც ცნობილია ზუსტად არის ის, რომ მან არასდროს არ გასცა ინტერვიუ, არასდროს არ გამოჩენილა საჯაროდ და არასდროს არ უპასუხა კითხვებს თავისი როლის შესახებ პრივატიზაციის პროცესში. ეს დადუმება თავისთავად არის ყველაზე ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ მას აქვს რაღაც დასამალი. 2021 წელს ერთმა საერთაშორისო გამომძიებელმა ჟურნალისტმა სცადა პაცაციას მოძებნა და მასთან ინტერვიუს აღება. მან გაატარა 18 თვემის კვალზე, მოგზაურობდა რამდენიმე ქვეყანაში და ესაუბრა ათეულობით ადამიანს, რომლებიც იცნობდნენ მას. საბოლოოდ მან მოახერხა პაცაციას ადგილმდებარეობის დადგენა, ის ცხოვრობდა ციურიხის გარეუბანში, მდიდრულ რაიონში, სადაც ბევრი საერთაშორისო ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი ცხოვრობს. ჟურნალისტმა სცადა მასთან დაკავშირება, მაგრამ პაცაციას ადვოკატებმა გაუგზავნეს წერილი, სადაც აფრთხილებდნენ მას ნებისმიერი პუბლიკაციის წინააღმდეგ და ემუქრებოდნენ სასამართლო დევნით. ჟურნალისტმა მაინც გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერდა პაცაციას როლს საქართველოს პრივატიზაციაში და მის ამჟამინდელ ცხოვრებას შვეიცარიაში. სტატია გამოიწვია რეზონანსი საქართველოში. მაგრამ არც ერთმა ოფიციალურმა ორგანომ არ დაიწყო გამოძიება და არც ერთმა მთავრობამ არ მოითხოვა პაცაციას ექსტრადიცია. რატომ საქართველოს ხელისუფლება არ აინტერესებს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის დაკისრება და რა შეიძლება ნიშნავდეს ეს დადუმება? პასუხი შესაძლოა მდგომარეობს იმაში, რომ პაცაციას კვლავ აქვს ინფორმაცია და კავშირები, რომლებიც საშიშროა ბევრი ადამიანისთვის, რომლებიც დღეს უკავიათ ძალაუფლების პოზიციები საქართველოში. მისი დადუმება არის ნაწილი შეთანხმებისა, ის არ ლაპარაკობს იმაზე, რაც იცის და სანაცვლოდ მას არავინ ეხება. ეს არის ტიპიური სიტუაცია, როდესაც ყველა მხარე აინტერესებს სიმართლის დამალვა, რადგან სიმართლის გამჟღავნება საფრთხეს შეუქმნის ყველას. პრივატიზაციის რეალური ისტორია რჩება დაფარული, რადგან ძალიან ბევრი ძლიერი ადამიანი იყო ჩართული ამ სისტემაში და ძალიან ბევრი ფული გაქრა უცნობ მიმართულებით. პაცაცია იყო მხოლოდ ერთი ელემენტი ამ სისტემისა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. მაგრამ მის უკან იდგნენ სხვა ადამიანები, რომელთა სახელები დღემდე რჩება ჩრდილში. საქართველოს არქივებში დღემდე ინახება დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება გამოავლინოს სიმართლე პრივატიზაციის შესახებ, მაგრამ ეს დოკუმენტები რჩება დახურული საზოგადოებისთვის. ზოგიერთი მათგანი კლასიფიცირებულია როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, ზოგი უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი ტექნიკური მიზეზების გამო, ხოლო ზოგი შესაძლოა უბრალოდ განადგურებულია. მაგრამ რაც რჩება არის მოგონებები იმ ადამიანებისა, რომლებმაც იცოდნენ რა ხდებოდა რეალურად და რომლებიც ახლა ბოლო წლებში თავიანთი ცხოვრებისა იწყებენ ლაპარაკს. ეს მოგონებები ქმნიან სურათს, რომელიც ძალიან განსხვავდება ოფიციალური ვერსიისგან და რომელიც აჩვენებს, რამდენად დიდი იყო კორუფციის მასშტაბი და რამდენად ღრმად იყო ჩართული მთელი სისტემა ამ დანაშაულში. დღეს, როდესაც საქართველო ცდილობს ევროპულ ინტეგრაციას და ახალი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, 10-იანი წლების პრივატიზაციის ისტორია რჩება როგორც გაფრთხილება იმისა, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალაუფლება კონცენტრირდება რამდენიმე ადამიანის ხელში და როდესაც არ არსებობს რეალური კონტროლი და ანგარიშვალდებულება. კახა პაცაციას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, რომელსაც არ აქვს ოფიციალური პოზიცია, მაგრამ აქვს კავშირები და ინფორმაცია, აკონტროლოს მთელი ქვეყნის ეკონომიკური მომავალი. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება სისტემა იყოს აგებული ისე, რომ ყველაფერი გამოიყურებოდეს ლეგალურად, მაშინ როდესაც რეალურად ხდება ქურდობა უდიდესი მასშტაბით. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული, თავიდან აიცილონ ნებისმიერი პასუხისმგებლობა და გააგრძელონ ცხოვრება ფუფუნებაში, მაშინ როდესაც მათი ქმედებების შედეგად მილიონები ადამიანი დარჩნენ სიღარიბეში. რა შეიძლება გაკეთდეს დღეს, 25 წლის შემდეგ? რომ აღდგეს სამართლიანობა და გამოვლინდეს სიმართლე. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ უკვე გვიანია, დოკუმენტები განადგურებულია, მოწმეები გარდაიცვალნენ ან ცხოვრობენ საზღვარგარეთ, ხოლო იურიდიული ვადები გასულია.
მაგრამ სხვები ამტკიცებენ, რომ არასდროს არის გვიან სიმართლისთვის და რომ საქართველოს საზოგადოება იმსახურებს იცოდეს, რა მოხდა რეალურად მათი ქვეყნის აქტივებთან. ისინი მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას, დოკუმენტების დეკლასიფიკაციას და იმ ადამიანების დასახელებას, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი ამ კატასტროფაზე. მაგრამ ეს მოითხოვს პოლიტიკურ ნებას, რომელიც დღეს არ არსებობს, რადგან ძალიან ბევრი ძლიერი ინტერესი დგას ამის წინააღმდეგ. კახა პაცაციას ისტორია არ არის დასრულებული, ის გრძელდება დღემდე იმ სისტემაში, რომელიც მან დაამყარა და რომელიც კვლავ მუშაობს საქართველოში. ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საწარმოები 10-იან წლებში, დღეს არიან ოლიგარქები, რომლებიც აკონტროლებენ ეკონომიკას და გავლენას ახდენენ პოლიტიკაზე. ის სისტემა, რომელიც შეიქმნა პრივატიზაციის დროს, სისტემა კავშირებისა, კორუფციისა და ანგარიშვალდებულების არარსებობისა, კვლავ არსებობს და აგრძელებს ფუნქციონირებას. პაცაცია შესაძლოა აღარ არის საქართველოში, მაგრამ მისი მემკვიდრეობა რჩება და აგრძელებს გავლენას ქვეყნის მომავალზე. რამდენ ხანს კიდევ გაგრძელდება ეს სიტუაცია და როდის მოვა დრო, როდესაც საქართველო საბოლოოდ გაერკვევა თავის წარსულში და დაიწყებს რეალურ რეფორმებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება გამჭვირვალობაზე და სამართლიანობაზე. 4-2022 წელს, როდესაც საქართველოს ახალმა თაობამ დაიწყო კითხვების დასმა ქვეყნის ეკონომიკური ისტორიის შესახებ, გამოჩნდა ახალი დოკუმენტები, რომლებიც ინახებოდა კერძო არქივებში და რომლებიც აჩვენებდა პრივატიზაციის პროცესის უფრო ღრმა დეტალებს. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი იყო პირადი დღიური ნინო ჯავახიშვილისა, რომელიც მუშაობდა პრივატიზაციის სააგენტოში როგორც ფინანსური ანალიტიკოსი 1995-დან 1997 წლამდე. მისი ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა მისი გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის მიერ, შეიცავდა დეტალურ აღწერას იმისა, როგორ მუშაობდა რეალურად პრივატიზაციის სისტემა და ვინ იყვნენ მთავარი მოთამაშეები. ჯავახიშვილი წერდა, რომ პაცაცია ყოველ კვირას იკრიბებოდა რამდენიმე ადამიანთან კერძო რეზიდენციაში, სადაც ისინი განიხილავდნენ მომავალი გარიგებების დეტალებს და განსაზღვრავდნენ, ვინ უნდა მიეღო რომელი საწარმო. ამ შეხვედრებზე არ იყო არანაირი ოფიციალური ოქმები, არ იყო სტენოგრამები და არავინ არ იცოდა მათ შესახებ გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. ჯავახიშვილი წერდა, რომ ის თავად არასდროს არ ყოფილა ამ შეხვედრებზე, მაგრამ იცოდა მათ შესახებ, რადგან ხედავდა, როგორ იცვლებოდა გადაწყვეტილებები მათ შემდეგ და როგორ ემთხვეოდა ყველაფერი იმას, რაც თითქოს წინასწარ იყო დაგეგმილი. ჯავახიშვილის დღიურში ასევე აღწერილია ერთი კონკრეტული ეპიზოდი, რომელიც მოხდა 1996 წლის თებერვალში, როდესაც პრივატიზაციის სააგენტომ უნდა გაეყიდა ბათუმის ნავთობტერმინალი, რომელიც იყო ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ობიექტი მთელ კავკასიაში. ოფიციალურად ტენდერში მონაწილეობდა 5 კომპანია, მათ შორის 2 უცხოური და 3 ადგილობრივი. უცხოური კომპანიები სთავაზობდნენ ბევრად უფრო მაღალ ფასებს, ერთი მათგანი სთავაზობდა $90 მილიონ, ხოლო მეორე 102 მილიონს. მაგრამ საბოლოოდ ტენდერი მოიგო ადგილობრივმა კომპანიამ, რომელმაც შესთავაზა მხოლოდ 58 მილიონი. ჯავახიშვილი წერდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა არა ტენდერის კომისიის მიერ, არამედ უფრო მაღალი ინსტანციის მიერ და რომ ყველამ იცოდა, რომ ეს კომპანია იყო დაკავშირებული პაცაციასთან. როდესაც ჯავახიშვილმა სცადა ამის შესახებ ლაპარაკი თავისუფროსთან, მას უთხრეს, რომ ეს არ იყო მისი საქმე და რომ უმჯობესი იქნებოდა დაედუმებინა. რამდენი ასეთი გარიგება მოხდა და რამდენი მილიარდი დოლარი დაიკარგა საქართველომ იმის გამო, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდა არა ეკონომიკური ლოგიკის, არამედ პირადი ინტერესების საფუძველზე? ჯავახიშვილის დღიური ასევე შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ფულის განაწილება პრივატიზაციიდან მიღებული თანხებიდან. ის წერდა, რომ არსებობდა სპეციალური სისტემა, რომელიც იწოდებოდა კომპენსაციის ფონდი და რომელიც თითქოს შექმნილი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ქონება სამოქალაქო ომის დროს. ოფიციალურად ამ ფონდში უნდა გადასულიყო 20% პრივატიზაციიდან მიღებული თანხებისა, რაც შეადგენდა დაახლოებით $98 მილიონ. მაგრამ რეალურად ამ ფონდში გადავიდა მხოლოდ 12 მილიონი, ხოლო დანარჩენი 86 მილიონი გაიხარჯა სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არასდროს არ დეტალიზებულა. ჯავახიშვილი წერდა, რომ ის ხედავდა, როგორ გადიოდა ფული კერძო კომპანიებზე, რომლებიც ოფიციალურად ასრულებდნენ სხვადასხვა მომსახურებებს, მაგრამ რეალურად იყვნენ მხოლოდ შუამავლები ფულის გადასატანად. პაცაცია იყო ერთ-ერთი მთავარი კონტროლერი ამ სისტემისა და მისი როლი იყო უზრუნველყოს, რომ ფული მიდიოდა სწორ ადამიანებთან და არავინ არ სვამდა ზედმეტ კითხვებს. ჯავახიშვილის დღიურის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ჩანაწერი ეხება 1996 წლის აგვისტოს, როდესაც ის შემთხვევით მოისმინა საუბარი ორ მაღალჩინოსანს შორის, რომლებიც ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა განადგურებულიყო კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც შეიცავდა ინფორმაციას რეალური ბენეფიციარების შესახებ.
ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ პაცაციამ მოითხოვა ამ დოკუმენტების სრული განადგურება, რადგან ისინი შეიძლებოდა გამხდარიყო საფრთხე მთელი სისტემისთვის. მეორე პასუხობდა, რომ ყველაფერი უკვე მოწყობილი იყო და რომ დოკუმენტები განადგურდებოდა იმ კვირაში. ჯავახიშვილი წერდა, რომ ის შეშინდა ამ საუბრის მოსმენის შემდეგ და გადაწყვიტა დაეწერა ყველაფერი, რაც იცოდა, რათა ოდესმე მომავალში ეს ინფორმაცია არ დაკარგულიყო. მისი დღიური გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პრივატიზაციის რეალურ ბუნებას და იმ ადამიანების როლს, რომლებიც აკონტროლებდნენ მას. მაგრამ ჯავახიშვილის დღიური არ არის ერთადერთი წყარო, რომელიც ადასტურებს პაცაციას ცენტრალურ როლს პრივატიზაციის პროცესში. 2022 წელს გამოჩნდა კიდევ ერთი დოკუმენტი, ეს იყო აუდიო ჩანაწერი შეხვედრისა, რომელიც მოხდა 1995 წლის ოქტომბერში პაცაციას რეზიდენციაში. ჩანაწერი გააკეთა ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც შემდგომში გახდა მთავრობის კრიტიკოსი და რომელმაც შეინახა ეს ჩანაწერი როგორც დაზღვევა საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩანაწერში ისმის, როგორ პაცაცია განიხილავს რამდენიმე მომავალ გარიგებას და როგორ ის ანაწილებს საწარმოებს სხვადასხვა ადამიანებზე. ის ლაპარაკობს ძალიან ღიად და პირდაპირ, ამბობს ვინ რამდენს უნდა გადაიხადოს, ვინ რა პროცენტს მიიღებს და როგორ უნდა მოწყობილიყო ყველაფერი, რომ გარედან გამოიყურებოდეს ლეგალურად. ერთ მომენტში ის ამბობს ფრაზას, რომელიც გახდა ყველაზე ციტირებული ამ მთელი ისტორიიდან: ჩვენ არ ვაკეთებთ პრივატიზაციას, ჩვენ ვანაწილებთ ქვეყანას იმათ შორის, ვინც იმსახურებს ამას. ეს ფრაზა იდეალურად გამოხატავს იმ ფილოსოფიას, რომელიც იდგა პრივატიზაციის პროცესის უკან. ეს არ იყო ეკონომიკური რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა ეფექტიანობის გაზრდას და ინვესტიციების მოზიდვას, არამედ პოლიტიკური ინსტრუმენტი ახალი ელიტის შესაქმნელად, რომელიც იქნებოდა ლოიალური მთავრობის მიმართ. პაცაცია იყო არქიტექტორი ამ სისტემისა და მისი როლი იყო უზრუნველყოს, რომ ყველაფერი წარიმართოს გეგმის მიხედვით. აუდიო ჩანაწერი ასევე შეიცავს დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყრათ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ჩარევას პროცესში ან სვამდნენ ზედმეტ კითხვებს. პაცაცია ამბობს, რომ ასეთი ადამიანები უნდა დაშინდნენ ან დაიყიდონ და თუ ეს არ მუშაობს, მაშინ უნდა მოეშორონ თავიანთი პოზიციებიდან. ეს იყო სისტემა, სადაც არ იყო ადგილი დამოუკიდებელი აზრისთვის და სადაც ყველა უნდა ემორჩილებოდა ერთ ლოგიკას იმათ, ვინც აკონტროლებდა ძალაუფლებას. აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებამ გამოიწვია დიდი სკანდალი საქართველოში და მოითხოვეს ახალი გამოძიება პრივატიზაციის პროცესის შესახებ. მაგრამ მთავრობამ განაცხადა, რომ ჩანაწერი შეიძლებოდა იყოს ყალბი და რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება მისი ავთენტურობის დასადასტურებლად. ექსპერტებმა, რომლებმაც გაანალიზეს ჩანაწერი, დაადასტურეს, რომ ხმა რეალურად ეკუთვნოდა პაცაციას და რომ ჩანაწერი არ იყო მანიპულირებული, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დაწყებულიყო ოფიციალური გამოძიება. პაცაციას ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერი იყო მიღებული უკანონოდ, კერძო საუბრის ფარულად ჩაწერით და რომ ის არ შეიძლებოდა გამოყენებულიყო როგორც მტკიცებულება სასამართლოში. ისინი ასევე ემუქრებოდნენ სასამართლო დევნით იმ ადამიანს, რომელმაც გამოაქვეყნა ჩანაწერი, დიფამაციის გამო. ეს იყო ტიპიური ტაქტიკა, იურიდიული ინსტრუმენტების გამოყენება იმისთვის, რომ დაბლოკილიყო სიმართლის გამჟღავნება და დაშინებულიყვნენ ისინი, ვინც ცდილობდა ინფორმაციის საჯაროდ გახმოვანებას. მაგრამ რატომ პაცაცია და მისი გუნდი ასე აგრესიულად რეაგირებდნენ ნებისმიერ მცდელობაზე გამოეძიებინათ პრივატიზაციის რეალური ისტორია? პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ თუ სიმართლე გამჟღავნდებოდა, ეს არ იქნებოდა მხოლოდ ისტორიული საკითხი, ეს შეეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც დღეს კვლავ უკავიათ ძალაუფლების პოზიციები და რომლებიც აკონტროლებენ დიდ ქონებას. თუ დადგინდებოდა, რომ პრივატიზაცია იყო უკანონო და რომ საწარმოები გაიყიდა არასამართლიანად, მაშინ შეიძლებოდა დაწყებულიყო პროცესები ამ გარიგებების გაუქმების შესახებ და ქონების დაბრუნების შესახებ სახელმწიფოსთვის. ეს იქნებოდა კატასტროფა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ააშენეს თავიანთი ქონება პრივატიზაციის საფუძველზე. ამიტომ ისინი იყვნენ მზად გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, რომ თავიდან აეცილებინათ ეს სცენარი, იურიდიული ინსტრუმენტები, მედია კამპანიები, პოლიტიკური ზეწოლა და თუნდაც მუქარა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ სიმართლის გამჟღავნებას. 2022 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა შექმნა ახალი კომისია, რომელმაც უნდა გაიანალიზებინა ყველა ახალი დოკუმენტი და მტკიცებულება, რომელიც გამოჩნდა პრივატიზაციის შესახებ. კომისიას ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა დეპუტატი, რომელიც არ იყო დაკავშირებული ძველ სისტემასთან და რომელსაც ჰქონდა რეპუტაცია პრინციპული და დამოუკიდებელი პოლიტიკოსისა. კომისიამ დაიწყო მუშაობა დიდი ენთუზიაზმით და მოითხოვა ყველა არსებული დოკუმენტი ყველა შესაბამისი ინსტიტუტიდან.
მაგრამ ძალიან სწრაფად გახდა ნათელი, რომ კომისია აწყდებოდა იმავე პრობლემებს, რაც წინა კომისიებს. დოკუმენტები იყო არასრულები, ბევრი ინფორმაცია იყო დაკარგული და ბევრი ადამიანი, რომელთა მოწმობა იყო აუცილებელი, ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ და არ იყვნენ მზად თანამშრომლობისთვის. კომისიამ სცადა პაცაციას მოწვევა მოწმობის მისაცემად, მაგრამ მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ის იყო ძალიან ავად და არ შეეძლო მოგზაურობა საქართველოში. როდესაც კომისიამ შესთავაზა ვიდეოზარით მოწმობის მიცემა, ადვოკატებმა უარი თქვეს და განაცხადეს, რომ პაცაციას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევდა მას შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღო ნებისმიერ მოსმენაში. კომისიის მუშაობა გაგრძელდა 14 თვის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში მან მოახერხა მოეპოვებინა ბევრი ახალი ინფორმაცია და მოესმინა ათეულობით მოწმის ჩვენება. საბოლოო ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის მარტში, შეიცავდა დასკვნას, რომ პრივატიზაციის პროცესი იყო ღრმად დარღვეული და რომ არსებობდა მტკიცებულებები კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ანგარიშში პირდაპირ დასახელდა პაცაცია როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რომელიც აკონტროლებდა პროცესს და რომელიც ჰქონდა პირადი ინტერესები ბევრ გარიგებაში. კომისიამ რეკომენდაცია გაუწია მთავრობას დაეწყო სისხლის სამართლის გამოძიება და მოეთხოვა პაცაციას ექსტრადიცია საქართველოში. მაგრამ ეს რეკომენდაციები არასდროს არ განხორციელდა. მთავრობამ განაცხადა, რომ არ არსებობდა საკმარისი იურიდიული საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის და რომ ექსტრადიციის მოთხოვნა იქნებოდა უშედეგო, რადგან პაცაცია იყო უცხოური მოქალაქე და ცხოვრობდა ქვეყანაში, რომელიც არ ჰქონდა ექსტრადიციის ხელშეკრულება საქართველოსთან. კომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში დაიწყო დებატები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგ. ზოგიერთი პოლიტიკოსი და აქტივისტი მოითხოვდა რადიკალურ ნაბიჯებს, პრივატიზაციის გარიგებების გადახედვას, ქონების დაბრუნებას სახელმწიფოსთვის და იმ ადამიანების დასჯას, რომლებიც იყვნენ ჩართულნი კორუფციულ სქემებში. მაგრამ სხვები ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა ძალიან დესტაბილიზირებელი და რომ უმჯობესი იქნებოდა წინ გადახედვა და ფოკუსირება მომავალზე, ვიდრე წარსულზე. ეს დებატები გრძელდება დღემდე და საქართველოს საზოგადოება რჩება გაყოფილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეპყრას ამ რთულ ისტორიულ მემკვიდრეობას. მაგრამ რაც ნათელია არის ის, რომ პრივატიზაციის ისტორია არ არის მხოლოდ ისტორიული საკითხი, ეს არის ცოცხალი საკითხი, რომელიც აგრძელებს გავლენას საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობაზე დღემდე. კახა პაცაციას ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა, რომელსაც აქვს სწორი კავშირები და სწორი ინფორმაცია, აკონტროლოს მთელი ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაცია და გამოიყენოს ეს ძალაუფლება პირადი გამდიდრებისთვის. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება სისტემა იყოს აგებული ისე, რომ ყველაფერი გამოიყურებოდეს ლეგალურად და ფორმალურად სწორად, მაშინ როდესაც რეალურად ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკური დანაშაული. ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება ძალაუფლება იყოს კონცენტრირებული ჩრდილში, სადაც არავინ ხედავს და არავინ აკონტროლებს. და ეს არის ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიძლება ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი დანაშაულები, თავიდან აიცილონ ნებისმიერი პასუხისმგებლობა და გააგრძელონ ცხოვრება ფუფუნებაში, მაშინ როდესაც მათი ქმედებების შედეგად მილიონები ადამიანი განიცადეს ეკონომიკური კატასტროფა. დღეს, როდესაც საქართველო ცდილობს ევროპულ ინტეგრაციას და ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებას, პრივატიზაციის ისტორია რჩება როგორც გაფრთხილება და როგორც გაკვეთილი. გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ძალაუფლება არ არის კონტროლირებადი და როდესაც არ არსებობს რეალური ანგარიშვალდებულება. გაკვეთილი იმის შესახებ, რომ ეკონომიკური რეფორმები უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და დაფუძნებული საზოგადოების ინტერესებზე, არა კერძო ინტერესებზე. მაგრამ ეს გაკვეთილი ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული და საქართველო კვლავ იბრძვის იმ სისტემის მემკვიდრეობასთან, რომელიც შეიქმნა 10-იანი წლების პრივატიზაციის დროს. ის სტრუქტურები, რომლებიც შეიქმნა მაშინ, ოლიგარქული კაპიტალიზმი, კავშირებზე დაფუძნებული ბიზნესი, კორუფციული ქსელები კვლავ არსებობენ და აგრძელებენ გავლენას ქვეყნის განვითარებაზე. კახა პაცაციას სახელი დღეს არის სინონიმი იმ ეპოქისა, როდესაც საქართველომ დაკარგა ისტორიული შანსი ჩამოეყალიბებინა ჯანსაღი ბაზრის ეკონომიკა და შეექმნა სამართლიანი საზოგადოება. მის ნაცვლად ქვეყანამ მიიღო სისტემას, სადაც ქონება კონცენტრირდა რამდენიმე ხელში, სადაც ეკონომიკური ძალაუფლება გადაიქცა პოლიტიკურ ძალაუფლებად და სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები დარჩნენ გარეთ ეკონომიკური წარმატების შესაძლებლობებისგან. ეს არის მძიმე მემკვიდრეობა, რომელთანაც საქართველო უნდა გაუმკლავდეს, თუ უნდა მომავალში რეალური პროგრესი. მაგრამ ეს მოითხოვს არა მხოლოდ ახალ კანონებს და ახალ ინსტიტუტებს, არამედ ფუნდამენტურ ცვლილებას იმ კულტურაში და იმ მენტალიტეტში, რომელიც შეიქმნა 10-იანი წლების გამოცდილებიდან. რამდენ ხანს კიდევ გაგრძელდება პაცაციას ჩრდილი საქართველოს ეკონომიკაზე?
რამდენ ხანს კიდევ იქნება ქვეყანა მოჭედილი იმ სისტემით, რომელიც შეიქმნა მაშინ? ეს კითხვები რჩება ღია და პასუხები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს საქართველოს საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა მოეპყრას ამ რთულ მემკვიდრეობას. ერთი რამ ნათელია, სანამ არ იქნება სრული გამჭვირვალობა იმის შესახებ, რა მოხდა რეალურად პრივატიზაციის დროს, სანამ არ იქნება რეალური ანგარიშვალდებულება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი ამ პროცესზე და სანამ არ იქნება სამართლიანი შეფასება იმ ზიანისა, რაც მიადგა ქვეყანას, საქართველო ვერ შეძლებს სრულად წინ წასვლას და ჯანსაღი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებას. პაცაციას ისტორია არ უნდა დარჩეს როგორც უბრალოდ ისტორიული ეპიზოდი, ეს უნდა იყოს გაკვეთილი მომავალი თაობებისთვის იმის შესახებ, თუ რა არ უნდა მოხდეს და როგორ უნდა დაიცვას საზოგადოება საკუთარი ინტერესები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან.